წონაზე საუბრისას ადამიანების უმეტესობა უბრალოდ ამბობს, რომ წონის მომატება ან დაკლება უნდათ. მაგრამ რომ ვკითხო რატომო, ალბათ არავინ გიპასუხებს სასწორზე მინდა განსხვავებული ციფრი დაეწეროსო. სინამდვილეში ადამიანებს უფრო ათლეტური და გამოკვეთილი სხეული უნდათ და არა უბრალოდ წონის მომატება ან დაკლება. ზუსტად აქ იწყება გაურკვევლობა, იმიტომ რომ წონის ცვლილება და სხეულის შემადგენლობის ცვლილება ერთი და იგივე რამე არაა. წონის ცვლილება ძალიან მარტივი ასახსნელია. ეს უბრალოდ ციფრების ცვლილებაა სასწორზე. მაგრამ შენი სხეულის წონა შედგება ყველაფრისგან, რაც შენს ორგანიზმშია. ანუ კუნთისგან, ცხიმისგან, წყლისგან, გლიკოგენისგან და იმ საჭმლისგანაც კი, რომელიც შენს კუჭშია. ანუ როცა სასწორზე ციფრი მოიმატებს ან შემცირდება, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ კუნთი მოიმატე ან ცხიმი დაიკლო. სასწორი არ გეუბნება კონკრეტულად რომელი ნაწილი შეიცვალა, ის უბრალოდ გაჩვენებს ყველაფრის ჯამს. სხეულის შემადგენლობა კი შედარებით უფრო სპეციფიკური ცნებაა. სხეული მრავალი სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად კუნთის და ცხიმის თანაფარდობა გვაინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება წონა დაიკლო და უარესად გამოიყურებოდე, ან წონა მოიმატო და უკეთეს შემადგენლობა გქონდეს თუ მომატებული წონა კუნთია. აი მაგალითად წარმოვიდგინე, რომ ადამიანმა 5 კილო დაიკლო, მაგრამ დაკლებული წონის უმეტესობა კუნთია. სასწორზე ციფრი შემცირდება, მაგრამ მისი ცხიმის პროცენტულობა მეტი იქნება. ამიტომ შედარებით უფრო მოშვებული და არაათლეტური ტანი ექნება. მეორე შემთხვევაში კი წარმოვიდგინე, რომ ადამიანმა მხოლოდ 3 კილო დაიკლო, მაგრამ ამ წონის უმეტესობა ცხიმია და ამავდროულად კუნთიც შეინარჩუნა. ეს ადამიანი ბევრად უფრო უკეთეს შედეგს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები წონა დაიკლო. ანუ იგივე მიმართულება ექნება სასწორზე, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შედეგი სარკეში. ზუსტად ამიტომ ამ კურსში მთელი ყურადღება მხოლოდ წონის მომატებაზე ან დაკლებაზე არ გვექნება გადატანილი. ციფრებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რას იკლებ და რას იმატებ. ამიტომ თავიდანვე დაიმახსოვრე, რომ როცა წონის მომატებაზე გვაქვს საუბარი, ყოველთვის გულისხმობ კუნთის მომატებას მინიმალური ცხიმის მომატებით და როცა წონის დაკლებაზე ვსაუბრობთ, გულისხმობ ცხიმის დაკლებას მაქსიმალური კუნთის შენარჩუნებით. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.